დედაენის კვირეულის ფარგლებში ზურაბ-ჟვანიას სკოლის ორგანიზებით მარნეულის, ბოლნისის და დმანისის სასწავლო ცენტრებში ქართული ენის თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა. ღონისძიებაზე წაიკითხეს ნაწყვეტები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან. დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. კვირეული 13 აპრილს დაიწყო ღონისძიებები ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სასწავლო ცენტრებში უკვე ჩატარდა. ჯვანიას სკოლა აგრძელებს დედაენის დღის აღნიშნულ ღონისძიებებს. ჩატარდა ღია გაკვეთილები იმ ჯგუფებთან, რომლებიც გადიან სახელმწიფო ენის სწავლების კურსს. ჯვანიას სკოლა ამ კურსს ატარებს იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები არიან კომპაქტურად დასახლებული. საკმაოდ დიდი არის დაინტერესება, ბავშვებს გაცნობიერებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა. არის ყველა მიმართულება გათვალისწინებული, ლაპარაკი, კითხვა, წერა და ბავშვები ინტეგრირებულად ამას ყველაფერს აკეთებენ ერთ გაკვეთილზე. ვსწავლობ ქართულ ენას, ძალიან მიყვარს ქართული ენა. მინდა რომ მომავალშიც ვსწავლობ ქართულ ენაზე უნივერსიტეტში. კვლავ უცხოეთი რომის ემერიტუს პონტიფიკოსმა, რომელიც გადადგომამდე პაპი ბენედიქტე იყო,